მათ რომ სწოდნოდათ რომ ღმერთი ყველგან არის და ყველაფერს ხედავს, ხო უფრო მეტად თავშეკავებულები იქნებოდნენ. აი მაგალითად, მე რომ პატარაობაში რაღაცებს ვაფუჭებდი სიტყვაზე, იქ ვიცოდი რომ მამა არ მიყურებდა. მაგრამ მე რომ სწოდნოდა რომ იმ დროს მამა მიყურებს, შევძლებდი? აი მამის თვალწინ იგივე შევძლებდი, რასაც მამის იქით გავაკეთებდი? ხო, ანუ მე როდესაც ვგრძნობ რომ მამა მიყურებს, აი როგორც ეს კაცი თავიდან რო არ გრძნობდა და მე შვილმა რო სინდისი გაუღვიძა, ხო დაინახეთ. მე უკვე ვეღარ გაბედა. ანუ ღმერთის ხსოვნა ჩვენ ცოდებისაგან, ესე იგი, თავშეკავებას მოგცემს. როდესაც ადამიანს ღმერთი ახსოვს. კიდე რას მოგცემს ღმერთის ხსოვნა, იცი? ჩვენ რთულ სიტუაციაში, როდესაც აღმოჩნდებით, იმედს მოგცემს. იმედს მოგცემს. აი მაგალითისთვის რო ვთქვათ, დავუშვათ პატარა ბავშვი, 7-8 წლის ბავშვი, დედამ წაიყვანა სადღაც უცხო ქალაქში და წარმოედგინეთ, აი დიდი ბაზრობაა რაღაც. უამრავი ხალხი მოძრაობს. ეხლა ბავშვი დადის აქეთ-იქით და რას ათვალიერებს? აი ბავშვი რას დაათვალიერებს? ფარდებს დაათვალიერებს? სათამაშოებს ხო ათვალიერებს? მის ინტერესი ეგ არის, სათამაშოებს ათვალიერებს რაღაც გასართობებს. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ დედას ბავშვზე გაეშვა ხელი და აი ამ ხალხ მრავლობაში ჭკლეტვაში მოკლედ თვალს მიეფარა. ეს ბავშვი დედას ვერ პოულობს. ეხლა რას ათვალიერებს ბავშვი? ეხლა დედას ეძებს, ხომ არ სათამაშოები დაავიწყდა. იმიტომ ჯერ დედა, იმიტომ სირთულის წინაშე აღმოჩნდა, ეს სათამაშოები ვერ უშველი, ჯერ საფშირითი დაბრუნდეს, იმაზე ფიქრობს, ხომ არ თალე? შეეშინდა, დაიბნა, სათამაშოები აღარ ახსოვს. მაგრამ როგორც კი დედას იპოვის, ისევ სათამაშოებს დაუწყებს თვალიერებას. უკვე დაიმედებული, რომ კარგად არის. რატო ვამბობ? როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ მას ღმერთი უყურებს და ღმერთზე აქვს ხელი ჩაჭიდული, ის უფრო არხეინად არის. მაგრამ როდესაც ხელი ეშვება, ის ნერვიულობს. ასე რომ ჩვენ თუ ნერვიულობთ, ჩვენ თუ დავიბენით, ჩვენ თუ გამოსავალს ვერ პოულობთ, ესე ეგ იმის ნიშანია, რომ ჩვენ ღმერთი თვალსაწიერიდან დავკარგეთ. ხელი გაგვეშვა. მე ერთ ამბავს სულ უყვები ხოლმე ბავშვებს და მოდი თქვენც მოგიყვებით. შეიძლება 1000 ჯერ მოსმენილი გაქვთ, მაგრამ გამეორება ცოდნის დედა, უფრო კარგად აღიბეჭდება. ერთი პატარა ბიჭი იყო. რაღა პატარა, აი თეთრები რო აცვია, რამდენი წლისაა? რამდენის ხარ? 11 წლის. 11 წლის ბიჭი მამას ყოველთვის მატარებლით მიყავდა ხოლმე სოფელში ბებოსთან. და ეხლა ეს ბიჭი ცოტა რომ მოიზარდა და რომ კაცობს ადამიანი რაღაცა რომ მასაკში შედის, მე მინდა გავაკეთო, მე დიდი ბიჭი ვარ უკვე და მამას უთხრა, მამი, მე მოდი დამოუკიდებლად წავალ სოფელში, აღარ მინდა შენი გაცილება. მამა ჩაიყვანდა სოფელში, უკან ბრუნდებოდა თვითონ ბავშვს დატოვებდა. მოკლედ მამამ უთხრა, რომ არა ხარ შვილო, შენ ჯერ იმასაკში რომ მარტო იარო, მაგრამ რადგან შვილმა დაიჟინა, მამამაც უთხრა, კარგია, მარტო წადიო. და ოღონდ უთხრა, რაღაცა ისაქნა, ფურცელი ჩაუდო ჯიბეში. ძალიან რომ გაგიჭირდებაო, ეს ფურცელი ამოიღო. ახლა შვილმა იფიქრა, ეტა რა უნდა გამიჭირდეს, 1000 ჯერ ყოფილვარ, მაგრამ ვისთან ერთად, მამასთან ერთად. გონია რომ მარტო ესე არხეინად იქნება. წავიდა მატარებელში, ავიდა. ახლა მარტო რო იგრძნო თავი უცხო გარემოში, ცოტა შეიშმუშნა. არ მოეწონა ისე. დაცულად ვერ იგრძნო თავი. მერე იქ ვიღაცამ გაიარა და თქვა, რომ ეს ბიჭი ალბათ მარტოა. მერე იქ შორს შეხედა, რომ ვიღაც ბიჭები რაღაცა ამას ცუდად უყურებდნენ და ერთმანეთში რაღაცას ლაპარაკობენ, იქ სულ დაიძაბა, ოიქუნდა, რა უჭირდა, მარტო, ეხლა მაგაცებთან რო იყოს, კიდე რა უჭირს. უკვე ესე იგი ფიქრობს, რომ ცუდად არის აქ. მაგრამ გაახსენდა მამამ რო უთხრა, შვილო, რომ გაგიჭირდება ეს ფურცელი ამოიღე და წაიკითხეო და ამოიღო ამ შვილმა ეს ფურცელი და წერია ასეთი რაღაც. შვილო, მე ბოლო ვაგონში ვზივარო. ეხლა თქვენ გეკითხებით. იმედი არ მიეცემოდა?
მანამდე ხო ბოლო ვაგონში იჯდა მამა. მაგრამ მან არ იცოდა. მაგრამ რომ გაიგო რომ მამა იქ არის და შორს არ არის, ხო იმედი მიეცა. ხო და ჩვენც ესე, როდესაც ჩვენ გვავიწყდება რომ ღმერთი არასოდეს არ გვტოვებს და თან დაგყვება, როცა გვავიწყდება, მაშინ იმედს კარგავთ, გვეშინია და ვიბნევით. მაგრამ იქ სადაც ადამიანს ეს მუდამ ახსოვს, იქ იმედიანად არის. და ამ იმედთან ერთად ცოდისაგანაც თავშეკავებულია. აი რამხელა სიძლიერეს ანიჭებს ადამიანს ღმერთის ხსოვნა. ესეც სხვათა შორის მე ერთი წიგნი მაქვს წაკითხული, ძალიან კარგი წიგნია იმ მშობლებო, მე გირჩევთ რომ ეს თქვენი შვილების მიმართ გამოიყენოთ. არის რა უნდა იცოდეს ყოველმა ბიჭმა, რა უნდა იცოდეს ყოველმა გოგონამ. ესეთი პატარა წიგნებია გამოსული. ეს არის დაწერილი ერთ-ერთი სასულიერო პირის მიერ. თან ეს სასულიერო პირი არის ამავე დროს პედიატრი. ანუ ბავშვების ექიმია, თან ფსიქოლოგიაშიც ერკვევა, თან სულიერ საკითხებში ერკვევა, ანუ დაბადებიდან აი მოციფულობის ასაკამდე დეტალურად არის ბევრი რაღაცა ძალიან საინტერესოდ განხილული და იქ ამბობს, რომ ესე იგი ამბობს რაზე? ჩვევები, ჩვევა, რომ ადამიანმა სიჭაბუკეში რაღაცა ჩვევები უნდა გამოიმუშაოს. და ერთ-ერთი უმთავრესი ჩვევა, რაზეც ის ამახვილებს ყურადღებას, ეს არის ღმერთის ხსოვნა. ანუ ეს ადამიანს ჩვევაში უნდა გადავიწყო, ღმერთი ყოველთვის ახსოვდეს. მარტოა მეგობრებთან არის, ფეხბურთს თამაშობს თუ თეატრშია თუ სადილობს თუ რასაც არ უნდა აკეთებდეს, ახსოვდეს რომ ღმერთი მას უყურებს. აი ჩვენთან რო სტუმარი მოდის, ხო ისე ვერა ვართ, აი უფრო მოზღუდული ვართ, უფრო თავშეკავებული ვართ, ჩვენ რო სტუმრათა ვართ სადაც ვიცით რომ გვიყურებენ. იქ უფრო თავშეკავებული, ახლა წარმოედგინეთ, სადაც იცი რომ ღმერთი გიყურებს, აი იესო ქრისტე შენთან არის სახში მოვიდა და გიყურებს. იქ უფრო მეტად თავშეკავებული. ხო და ეს არის ჩვევა, რომელიც ადამიანმა თუ გამოიმუშავა და ღვთის შიში იქონია, ძალიან ბევრ რამეს ასწავლის.